ჩვენ ვფიქრობთ, რომ თანამედროვე ქალაქებში ჩვენი უსაფრთხოება მაქსიმალურადაა დაცული, მაგრამ რეალურად უსაფრთხოების ეს განცდა მხოლოდ და მხოლოდ ილუზია. გამანადგურებელი სტიქიებიდან დაწყებული, ქალაქის ინფრასტრუქტურაში არსებული სხვა საფრთხეებით დამთავრებული, ამ ეპიზოდში გაჩვენებთ, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც ქალაქი ქაოსში იძირება. 2026 წლის მარტის დასაწყისში მიჩიგანის შტატში მდებარე ქალაქ ტრივერსს თავს ძლიერი ტორნადო დაატყდა. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ეს დღე ქაოსისა და პირველყოფილი შიშის მომენტად იქცა. Stay safe. Lock it. I'm on. Right? Yeah. სეინტ-ლუისში მდებარე ეს უზარმაზარი საწყობი მოულოდნელად ცეცხლის ალში გაეხვა. ხანძარმა ყველაფერი რამდენიმე წუთში გაანადგურა. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ შენობისგან მხოლოდ ლითონის კონსტრუქციები დარჩა. Yeah, I did the video. 2024 წელი იაპონიისთვის მძიმედ დაიწყო. ნოტოს ნახევარკუნძულს თავს წარმოუდგენლად ძლიერი მიწისძვრა დაატყდა. ამ კადრებზე ჩანს, თუ როგორ ინგრევა ერთი შეხედვით ძლიერი შენობები სულ რაღაც რამდენიმე წამში. პოლიციის სამუშაო ყოველთვის დამნაშავეების დაკავება არა. ხანდახან მათ ადამიანურ სიხარბესთან გამკლავებაც უწევთ. ვერტმფრენიდან გადაღებული ეს კადრები უცნაურ მომენტს ასახავს. დაიტონა ბიჩის გზატკეცილი მთლიანად პარალიზებული იყო. ყველაფრის მიზეზი კი ის გახდა, რომ ვიღაცა მოძრავი მანქანის ლუკიდან დიდი რაოდენობით ფული გადმოყარა. ამის გამო ადამიანებმა საკუთარი მანქანები შუაგზაზე მიატოვეს და ფულის კრეფა დაიწყეს. ამ ქაოსის შესაჩერებლად და მასშტაბური ავარიების თავიდან ასაცილებლად პოლიციელები იძულებულნი გახდნენ ახლო მდებარე ხიდები და გადასასვლელები მთლიანად ჩაეკეტათ. I'm not sure who that is. This is car 5. Make sure they're all on channel 2 so we all have comms, please. კამჩატკას მოსახლეობას უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში ასეთი უხვითოული არ ახსოვს. თოვლი იმდენად ბევრი იყო, რომ შენობების პირველ სართულზე მცხოვრები ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი სახლების დატოვებას ვერ ახერხებდნენ. ბრაზილიაში მომხდარი ეს ინციდენტი ნათლად გვიჩვენებს, რომ სტიქიურმა მოვლენამ ადამიანებს შეიძლება უამრავი საფრთხე შეექმნას. მოტოციკლისტმა წყლის ნაკადის სიძლიერე არასწორად შეაფასა, რის გამოც მან სიტუაციაზე კონტროლი მალევე დაკარგა. მომენტალურად ის საკმაოდ საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა გამლელებმა და სხვა მძღოლებმა მოტოციკლისტის დახმარება დროულად შეძლეს. ვენეციაში უზარმაზარმა საკრუიზო გემმა ოპერამ ძრავის გაუმართავობის გამო კონტროლი დაკარგა. კადრებზე ჩანს, თუ როგორ მიემართება მრავალტონიანი გემი სრული სიჩქარით ნაპირისკენ. ის შემდეგაც ის ნავმისადგომს ეჯახება და მასზე მიმაგრებულ საკრუიზო გემს ნაწილებად აქცევს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეკიპაჟმა სიტუაციაზე კონტროლი დროულად ვერ დაამყარა. ამიტომაც ზარალი კოლოსალური აღმოჩნდა. უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი, ადგილი, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს, რამდენიმე წამში სამშენებლო ნარჩენების გროვად იქცა. თავდაპირველად ცეცხლმა საყრდენი კონსტრუქციები დააზიანა, შემდეგ კი მთლიანი შენობა მაშველების თვალწინ ჩამოინგრა. როდესაც ქარის სიჩქარე საათში 160 კილომეტრს აღწევს, კოლოსალური ჰაერის ნაკადი ისეთ ძლიერ ძალას ქმნის, რომ სახლების სახურავები ცაში მუყაოს ქაღალდივით ფრინდება. ფლორიდაში გადაღებულ ამ კადრებზე უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და დამანგრეველი შტორმი ჩანს. მან ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მილიარდობით დოლარის ინფრასტრუქტურული ზიანი გამოიწვია. სტიქიის შედეგები იმდენად კატასტროფული იყო, რომ ხელისუფლებას მშენებლობის სტანდარტების გამკაცრებაც კი მოუწია.
ინდოეთის ქალაქ ჩიპლუნში ერთი ჩვეულებრივი დღე მოულოდნელად კატასტროფად გადაიქცა. მუმბაი-გოას გზატკეცილზე მშენებარე მასიური 4-ხსოვიანი ესტაკადა თვითმხილველების თვალწინ მომენტალურად ჩამოინგრა. 2012 წლის 27 ნოემბერს სიდნეიში საგანგებო სიტუაცია შეიქმნა, რომელსაც მთელი ქალაქი სუნთქვა შეკრული უყურებდა. კოშკის ამ წეს, რომელიც მიწიდან 65 მეტრის სიმაღლეზე იყო აღმართული, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. წარმოუდგენელი გამბედაობის წყალობით ამ წის ოპერატორმა კონსტრუქციიდან ჩამოსვლა მის განადგურებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოახერხა. ქალაქებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა ხშირად ზიანდება, თუმცა ეს შემთხვევა ჰოლივუდური ფილმის სცენას უფრო ჰგავს ვიდრე რეალობას. წარმოიდგინეთ, თქვენ მშვიდად მიდიხართ გზაზე და ერთ მომენტში თქვენს მანქანას წყლის ძლიერი ნაკადი ეჯახება. ასეთ რამეს ყოველდღე ვერ ნახავთ. ამ შემთხვევაში არკანზასის შტატის ქალაქ ბენტონში მდებარე კომერციულმა შენობამ თოვლის ზეწოლას ვერ გაუძლო. შენობის სახურავის ნაწილი რამდენიმე წუთში ჩამოინგრა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს რეალურად ზამთარი. სამხრეთ აფრიკაში მდებარე ამ სამთავრობო შენობას მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ზედა სართულზე გაჩნდა, მაგრამ ძლიერი ქარისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართავობის გამო ალიელვისებური სისწრაფით გავრცელდა. სახანძრო ჯგუფები მაქსიმალური ძალებით მუშაობდნენ, მაგრამ მათ შენობის გადარჩენა ვერ შეძლეს. ხანძარმა 11 სართულიდან 10 სართული მთლიანად გაანადგურა, რის გამოც თანამედროვე კომპლექსი ნანგრევებად იქცა. საბედნიეროდ, ინციდენტი უქმე დღეს მოხდა და იმ დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა. ეს მორიგი ვიდეო ბუნების რეალურ ძალას ასახავს. მეხი პირდაპირ ელექტროგადამცემ ხას დაეცა. მასიური შემაკავებელი კედლის უეცარი ჩამონგრევის შემდეგ ეს საცხოვრებელი შენობა განწირული იყო. ნიადაგის ეროზიის გამო საძირკველი ჰაერში დარჩა, რის გამოც შენობას ბზარები გაუჩნდა. სამაშველო სამსახურების კოორდინირებული მუშაობის წყალობით მაცხოვრებლები რამდენიმე წუთში უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, თუმცა შენობის ქვემოთ გაჩერებული ორი მანქანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ისინი მიწამ და ბეტონმა გაანადგურა. როგორც ჩანს, მშენებლობის დაწყება ასეთ რთულ რელიეფზე საბედისწერო საინჟინრო შეცდომა იყო. მუმბაი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გადატვირთულ და საშიშ სარკინიგზო კვანძად ითვლება. რკინიგზით ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი სარგებლობს, რის გამოც ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მუდმივად საკუთარი შესაძლებლობების სფარზე მუშაობს. მატარებლის პლატფორმები უკიდურესად საშიში ზონებია, ამიტომაც მათზე დგომა ყოველთვის მაქსიმალურ სიფრთხილეს მოითხოვს. ატლანტას მდიდრულ უბან-ბაქეთში 2000-იანი წლების ტელემოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი სახლი დაიწვა. ეს სასახლე MTV Cribs-ის შოუში არაერთხელ გამოჩნდა. კვამლის უზარმაზარი ღრუბლები კილომეტრების მანძილზე ჩანდა. ყველაზე უცნაური კი ისაა, რომ ხანძარი დაგეგმილი რემონტის დროს გაჩნდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ხელოსნებმა უსაფრთხოების წესები დაარღვიეს, რის გამოც შენობა რამდენიმე წუთში მთლიანად განადგურდა. Who is working on the home may have started that fire. That home has been featured in film and on TV shows, including MTV's. ბუნება მუდმივად აგრძელებს იმ კონსტრუქციების სიმტკიცის გამოცდას, რასაც კი ადამიანი ქმნის. ძლიერი ქარის გამო ამ გზატკეცილზე 17 მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი ჩამოინგრა. ლითონის კონსტრუქციები ისე ჩამოიშალა, თითქოს ისინი ალუმინის ფოლგისგან ყოფილიყო დამზადებული.
ერთი შეხედვით გზის საფარი შეიძლება უსაფრთხოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ რეალურად შესაძლოა მის ქვეშ სახიფათო პროცესები ხდებოდეს. დაზიანებული მილის გამო წყალმა ნიადაგი გამორეცხა, რის შემდეგაც ასფალტის ქვეშ უზარმაზარი ხვრელი გაჩნდა. ამუხილავი ხაფანგის მსხვერპლი ჯიპი გახდა. ასეთი ორმოდან დამოუკიდებლად თავის დაღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. Oh my god, dude. That car's gone, bro. Oh my god. აეროპორტის უსაფრთხოება როგორც წესი უმაღლესი დონისაა, მაგრამ ფოლადის კონსტრუქციებიც კი ქარიშხლის წინაშე უძლურნი არიან. ჩინეთის ქალაქ ნანჩანგში ქარიშხალმა ერთ-ერთი ტერმინალის სახურავის უზარმაზარი ნაწილი დააზიანა. ფრაგმენტები აეროპორტის ტერიტორიაზე გაჩერებულ მანქანებს დაეცა. საბედნიეროდ, ადამიანებმა საშიში ზონიდან გაღწევა დროულად შეძლეს, რის გამოც იმ დღეს არავინ დაშავებულა. ეს შემთხვევა გვაჩვენებს, როგორ ახდენს გლობალური კლიმატის ცვლილება გავლენას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ძლიერი წვიმების შემდეგ ინგლისის ქალაქი ნუნიტონი ვენეციას დაემსგავსა. ადგილობრივები მანქანების ნაცვლად გადაადგილებისთვის გასაბერნავებს იყენებდნენ. ქალაქებში მცხოვრები ადამიანები განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან. როდესაც დაბზარული ასფალტიდან დუღარე წყლის შადრევანი ამოიფრქვა, მთელი ქუჩა სქელი ორთქლით დაიფარა, რის გამოც ურბანული გარემო იმ საშიშ ზონად იქცა, სადაც ერთ არასწორ ნაბიჯს შეიძლება დამწვრობა გამოეწვია. ბანკის სიგნალიზაცია როგორც წესი შეიარაღებულ ძარცვას ნიშნავს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა გატეხილი ფანჯარა შენიშნეს, ამიტომაც ისინი დამნაშავის დაპატიმრებისთვის მოემზადნენ, მაგრამ შენობაში მათ მხოლოდ შეშინებული ირემი დახვდათ. სარკისებურ ინტერიერში გამომწყვდეული ცხოველი პანიკაში ჩავარდა, რის შემდეგაც ის შენობიდან გაღწევას დიდი ხნის განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდა. პოლიციელებს დიდი ძალის ხმევა დასჭირდათ იმისთვის, რათა შეშინებული ცხოველი თავისუფლებაზე დაებრუნებინათ.